როგორია საზოგადოებრივი მაუწყებელი, ეს გულახდილად გეტყვით, ჩემი აზრით ნეიტრალური კითხვაა. მე არ მაინტერესებს პასუხი ამგვარ ნეიტრალურ კითხვაზე, ნეიტრალურ შეკითხვაზე. მე ვაცხადებ, რომ ის არის ხელისუფლების რუპორი, იმიტომ რომ და ბევრი რამის თქვა შეიძლება. შესაძლოა რომელიმე ფილმი საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული, ან რომელიმე სერიალებს უშვებენ თუ არა სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ ვთქვათ სერიალი არ კონცერტი. ხო, რასაც გვთავაზობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, კარგია, საუკეთესო, კარგი თარგმანია რაღაც ფილმისა. მაგრამ ფილმი და კონცერტი არ არის, ვიტყვი ასე, არ განსაზღვრავს მის იერსახეს და მის ეგრეთ წოდებულ საინფორმაციო პოლიტიკას. მხარეა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუპორია საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხელისუფლებისა არა მთავარი მაინც იმედია, უსთავიორია, მაგრამ ეს ის რუპორია, რომელსაც გარანტირებული 100 მილიონი ლარი აქვს დაახლოებით წელიწადში და მიკერძოებულ და სახელისუფლო მიკერძოებულ პოლიტიკას, საინფორმაციო პოლიტიკას აწარმოებს. ეხლა ესეთი კითხვაც ისმის, მუშაობენ თუ არა მაუწყებელში კარგი ადამიანები. მუშაობენ, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, თუმცა კარგებიც კი, აი კარგებს რომ ვუწოდებთ, ან ნამდვილად კარგები. უმრავლეს შემთხვევაში არიან დადუმებულნი და არათუ აქციაზე არ გამოდიან, სიტყვით არ გამოდიან, არამედ აი ელემენტარული ემპათიის გზნობა, ელემენტარული პროტესტი მნიშვნელოვან საკითხებზე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზეც კი არ აქვთ. ალბათ იმიტომ რომ დაშინებულები არიან. ან მეორე ნაწილია უღირთ, კი არა, უჯობთ რომ აიღონ ის არ ვიცი პირობითად რაღაც 4000 თუ 3500 ლარი. რაც მნიშვნელოვანია, ცხადია, მაგრამ რაღაცებს ჩემი მოსაზრებით არ უნდა გადააბიჯო. არ დაგვავიწყდეს არავითარ შემთხვევაში რომ ამ მაუწყებლის ხელმძღვანელი თინათინ ბერძენიშვილი საერთოდაც არის დასანქცირებული. მისი ერთ-ერთი ლიდერი, ახლა ფლად პირველ პოზიციებზე რამდენადაც ვიცი არ არის, მაგრამ გიორგი გვიმრაძე არის ანტიდასავლური, იმას რაღაც პოდკასტიც ჰქონდა თუ აქვს, საინფორმაციო პოლიტიკის ერთ-ერთი ლიდერთაგანი, ხოლო ბორდის თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე არის ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს ყოფილი წევრი, შესაბამისად ავტომატურად მიკერძოებული პირი და კითხვის სასაკვირველი რომ არ ვერევი ეხლა საინფორმაციო პოლიტიკაშიო მაუწყებლისო, მაგრამ სიმწამს და ბოლო მაკვირებს. კიდევ ბევრი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს სასაკვირველია, ბოლო პერიოდია მაუწყებელი ყურადღების ცენტრში მოექცა მათ შორის იმიტომ რომ რაღაც გადაცემის მიმდინარეობისას იცით თქვენ კონცერტი იყო, ბავშვები მღეროდნენ, მოწყვეტით დაეცა მოზარდი, დიდი ამბავია, დიდი რეზონანსი გამოიწვია ამ საზოგადოებაში. მე გულახდილად გეტყვით, რომ ჯერა იმ თანამშრომლებისა, რომლებიც ამბობენ, რომ არ დაგვინახავს და რომ დაგვენახა, ხომ მივაქცევდით ყურადღებას, გავაჩერებდით ეთერს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჯერა არ დაუნახავთ, მაგრამ ეს რეალურად პრობლემას არ ხსნის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა არ არსებობს. მაგალითად, კითხვა რატომ არ დაინახეს, ეს კითხვა კვლავაც აქტუალურია. ასევე აქტუალურია კითხვა, ნახეთ, რამდენად რეპუტაცია შერხეულია საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომ ყოველთვის ჩნდება ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ არა, შენ დაინახე, შენმა თანამშრომელმა დაინახა, სულ რომ დაიფიცონ იმათმა, მაინც საზოგადოების ერთი ნაწილი აკრიტიკებს. რატომ აკრიტიკებს? იმიტომ რომ ყველა სხვა შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც ინსტიტუცია ჩაიჭრა საინფორმაციო ჩაიჭრა დიუშენის ბავშვების საკითხის გაშუქებისას, გააშუქეს თუ არა ის არ ვიცი, თუ გააშუქეს ვუწირებს ხადია 92 ან 41 მე-1 სიუჟეტი მეუძღეს ამას. ლიგა ბასილაია შავგულიძე არის ბორდის წევრი, რომელიც მიერთდება გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. მაუწყებელზეც ვისაუბრებ მე მასთან, აი ამით დავიწყებ, მაგრამ მე უკვე გზა ჩვენ ვისაუბრებთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მაგალითად, რო არ ვკითხო ლიკას როგორც აქტიურ მოქალაქეს, იმასთან დაკავშირებით რა ამბავიც დამართა ხელისუფლება წოდებულმა ბანდამ ელენე ხოშტარიას წარმოუდგენელია. მაგრამ ლიკა, მოგესალმები, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩემს გადაცემაში. გამარჯობა შენს მაყურებელს. მადლობა. აი ახლა როცა რაღაცა რამდენიმე დღე გავიდა, გამოხდა, ასე ვამბობთ, ხო? ყველამ თქვა მაუწყებელში სათქმელი იმ კონკრეტულ ამბავთან დაკავშირებით. და შენს აქტიური იყავი, თან ბორდის წევრი ხარ, საზოგადოების ცალკეული წევრებიც ასევე აქტიურები იყვნენ, როცა ვნებები ჩაცხრა ერთგვარად. ახლა როგორ უყურებ? აი რა მოხდა, სად დაუშვა მაუწყებელმა შეცდომა, თუ დაუშვა
და რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო და თლად ესეთი უსოდველი კრავია ეს მაუწყებელი ხელმძღვანელობა როგორადაც წარმოაჩენს საკუთარ თავს. ესე იგი, მე რასაც ვუყურე ჩემო ირაკლი იმ სტრიმის შემდეგ საზოგადოება კიდევ უფრო გაბრაზდა. რეალურად. შენ ამბობ ერთი ნაწილიო, ანუ აკრიტიკებსო და ლანძღავსო და ასე შემდეგ, მაგრამ რა ვიცი, აი რა პლატფორმა არ ნახე, ერთი სად არ დიდი ნაწილი შევედი. ესე ვიტყვი შეძლებათ კი ანუ ბატონო. მე ვიტყოდი უდიდესი უმრავლესობა, კი ბატონო. არამც თუ დარწმუნდა, ესე იგი ჩვენ იმ არქის, სადაც ახლა მუშაობს სამეურვეო საბჭოში, იმ სტაფის და იმ ადამიანების უდანაშაულობაში, რომლებმაც იმ დღეს გადაწყვიტეს, რომ აი ეცნად ვითარება ელაპარაკა დღიათ საკითხებზე. ანუ გამოაჩინეს ხალხი, ვინც ტექნიკურ ნაწილს განაგებს ამ გადაცემაზე, ვინც არის მიმაგრებული, იქნებოდა ეს პროდიუსერი, რეჟისორი, ხმის რეჟისორი, ტექნიკური პერსონალი, ოპერატორთა გუნდი. კითხვა მქონდა და მაქვს, რატომ მოისურვეს, რომ შევხვედროდით ამ ადამიანებს, რომ მათ ეთქვათ, რომ ჩვენ არაფერი დაგვინახავსო? ო, მაგიტომ მოისურვეს კი. და ანუ რანაირად ანუ რათ უნდოდათ ამ ხალხის გამოყვანა, მით უმეტეს იქ იყო ქალბატონი შვილმკვდარი დედა და რომლის წინაშე ჩვენ უნდა გვეპასუხა შეკითხვაზე, არიან თუ არა, მიგვაჩნია თუ არა, რომ ისინი არიან დამნაშავეები ამ ინციდენტის ამბავში. ანუ რანაირად რატო მოისურვა ქალბატონმა რუსუდამ მანჯგალაძემ და მთლიანად მენეჯმენტმა ასეთი პოზიციონირება, ასეთი ტაქტიკური სulis განხორციელება. რა უნდოდა ამით ეთქვა, რომ დაუშვათ ჩვენ გავეიარაღებინეთ ჩვენ შეკითხვებში, რომ არ დაგვესვა კრიტიკული შეკითხვები, შემხედვარე შვილმკვდარი ქალბატონის, რომელიც იფიცებს, რომ არაფერი დაუნახავს, არაფერი მომხდარა, ხა გამორჩათ, არაფერი გაუგონიათ, მოусმენიათ, ბავშვის დაცემის ხმა არ გაუგიათ, არაფერი არ გაუგიათ. მოკლედ და ამის სათქმელად მოუხმეს ტექნიკურ სტაფს და წინა პლანზე გამოიყვანეს ეს ხალხი, რომელიც არ ვიცი, ანუ რა უნდა გვეთქვა ეხლა ამ ხალხისთვის. ჩვენ ხო პროკურატურის გამომძიებლები არა ვართ, რომ ისეთი ტიპის შეკითხვები დაგვესვა მათთვის, რომ გვეიძულებინა სიმართლე ეთქვათ, ვინ რა დაინახა და ვინ რა არ დაინახა. ხო, ეს ძალიან გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის. შემდეგ გამაღიზიანებელი იყო ის, თუ როგორ მიმართა რუსუდამ მანჯგალაძემ ლაშა ტუღურს პირდაპირი, ასე ვთქვათ, შეკითხვით, რომ გჯერა თუ არა შენო, რომ აქ ვინმეს რომ დაენახაო ბავშვის დაცემის ამბავიო, ის მოიტყუებდა, რომ არ დამინახავსო? ის ხო და ჩაგვაგდო უხერხულ მდგომარეობაში და ლაშამ პირდაპირ უპასუხა, რასაც ფიქრობდა. ხო და ნუ ეს არ ესიამუნა ძალიან ეს ოდიში პასუხი. ლაშამ უპასუხა რა? ლაშამ უპასუხა, რომ მე თეორიულად ვუშვებ, რომ იქ იყო ადამიანი, არსებობს ადამიანი საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც მუშაობს ამ კონკრეტულ გადაცემაზე და იმ დღეს მუშაობდა ამ გადაცემაზე, რომელმაც შესაძლოა დაინახა ბავშვის დაცემის ამბავი, აი შესაძლოა დაინახა ბავშვის დაცემის ამბავი. ეს თქვა ლაშამ, რაზეც ნუ ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდა ქალბატონ რუსუდანს. ეხლა მე დამრჩა კვლავ შეკითხვა და ეს ამ შეკითხვაზე პასუხი არ მიმიღია. ვინ იყო ადამიანი, რომელიც ამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უწყვეტი კადრის ბოლოს, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში, პირველივე დღეს გამიჩნდა ეს შეკითხვა და პასუხი რეალური პასუხი და ადეკვატური ვერ მივიღე. ვინ არის ადამიანი, რომელიც კითხვას სვავს, როცა დასრულდა ეს ეთერი, ანუ ადამიანი წარმოიდგინე, დგას მობილურით, იღებს მთლიან პროცესს, აი ესე უჭირავს მობილური, იღებს და როდესაც სიმღერა დასრულდა, მთლიანი პროცესი დამთავრდა, დაიძრა გვერდითა მხრიდან ადამიანი, რომელიც მივიდა სცენასთან, სადაც ბავშვები იდგნენ შორი ახლო და
დასვა შეკითხვა, რომ აფო ბავში დაცემულა თურმეო და ვიცით რამე? ეს რას ბოდიში. ნიშნავს? ახლა ამაზე ლოგიკური აზროვნება. ლიზა ბაგრატიონმა ხო ბოდიში შეიძლება მეშლება ლიგა. ხო ხო, გაქცა თქვა რომ ესო მერე იყო და მერე სად როდის მერე იყო, როცა გაბმული კადრია. მიხდი რას ვამბობ? კი. შეხო ხვდები რა კითხვა რაში ეს მდგომარე. არის უწყვეტი კადრი, ეს მნიშვნელოვანია. უწყვეტი უწყვეტი და კადრი, ხო? გაბმული კადრი და ამ დროს მშობლის მიერ გადაღებული. მშობლის მიერ გადაღებული. და ამ უწყვეტი კადრის ერთ-ერთ ეტაპზე, ერთ-ერთ მონაკვეთზე ბოლოსკენ რამდენადაც ხვდები ხო არ მეშლება, სულ სვამს ბოლოს. კითხვას. Mhm. სულ ბოლოს მშობელი თუ ერთ-ერთი პირი, მშობელი არა, ერთ-ერთი პირი, მოდის ვიხდი, სვამს კითხვას, რომ აქ ბავშვი იყო და ბავშვი ხო არ დაეცა, რა მოხდა თუ რაღაც გამსი ხო არ ხო? დაეცა კი არა, ბავშვი დაცემულა და ბავშვი დაცემულა. ვიცით რამე, სად როგორ არის, ან რაღაც დაახლოებით ეგეთი სიტყვით არ მახსოვს, მაგრამ აქ ბავშვი დაეცა და რა მოხდა? ესე იგი, აი იმ ადამიანს, ვინც ამ შეკითხვას სვამს, ვიღაცამ უთხრა, რომ ბავშვი დაეცა. ესე იგი ხო, ვიღაცამ ეს თქმელი ხო არის. არის ფაქტი. კი. ხო? ნუ ეს ლოგიკით ესეა კი. რა ვიცი, ახლა სხვა ლოგიკა შეიძლება აქ არსებობდეს და პასუხი იყო, რომ ესო მერე იყო, მერეო ისა რა ქვია, მოკლედ მივედითო, ფოტოები ნახეთ, ბავშვიო, კარგად იყო. თან ამბობენ, რომ არ დაგვინახავს, არ ვიცით არაფერიო და თანო მივედით და ფოტოები გადავიღეთ მერეო და ნახეთ, ბავშვი კარგად იყო. მოკლედ, რა მინდა ირაკლი გითხრა, ეს არ არის ჩემი და ლაშას გასარჩევი ამბავი რა. თუ მშობელი შესაბამის მოისურვებს, სამსახურები არსებობენ კი ხო, ბატონო, კეთახი. თუ მშობელი მოისურვებს, ეს საქმე უნდა გადაეცეს სხვა სამსახურებს. ეს არ არის ჩემი საქმე. მე რაც მაინტერესებდა, ის შეკითხვები დავსვი და პასუხებმაც მაჩვენა ის, რაც მაინტერესებდა. მე პირადად და დავასრულე ერთი მე ამ საინტერესო დეტალი, თემას. ერთი საინტერესო ეპიზოდი, ნახე, სხვანაირად შევხედოთ საკითხს ერთ წამს თუ მკლებას აჰა. მომზე. ამ ბორდის ამსხდობის ბოლოს ვასილ მაღლაფერიძე ბორდის თავმჯდომარე. ქართული ოცნების პოლიცსაბჭოს ყოფილი წევრი და მიკერძოებული ია. პირი ცხადზე ცხადია. ბოდიშს უხდის თანამშრომლებს, თუ მიაქცია ყურადღება. და ამბობს, თანამშრომლებო სიტყვა სიტყვით ვერ გავიმეორებ, მაგრამ თანამშრომლებო მე გიხდით ბოდიშს, მე ხო ხვდები, რომ ეს ყველაფერი არის ჩემს გამო. ამას უნდა შეხედოთ ჩემი მოსაზრებით ამგვარად. დიახ, შენს გამოვა, შენს გამოც არის. შენ იყავი რა პოლიცსაბჭოს წევრი, ქართული პარტიისა, შესაბამისად შენ ხარ მიკერძოებული პირი და შენ და სწორედ შენს ცხებ მეტწილად ან გარკვეულწილად ჩირკს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელი უნდა იყოს და შენ რო ხარ ბორდის თავმჯდომარე და სანქცირებული თინა ბერძენიშვილი როა დირექტორი და პრორუსი გიორგი გვიბრაძე როა ერთ-ერთი წამყვანი თუ ერთ-ერთი თანამშრომელი, ხო, აი თქვენ ულახავთ რეპუტაციას საზოგადოებრივ მაუწყებელს. თქვენ რო არ იყოთ და უკაცრავად ეს შენშას გავაკეთებ. მე არ მაქვს ინფორმაციას თინას დასანქცირების შესახებ. შენ ეს თინა დასანქცირებულია, ეხლა ბოდიში მეორე ტელეფონში გადავამოწმე. რა ტიპის სანქციებია? კი ბატონო, არა, ეხლა ამ განმაგზოთ ჩვენ საუბარი და მე გადავამოწმე. ეხლა რა შეეხება ვასიკოს რეპუტაციას რა. ვასიკოს რეპუტაცია ერთ-ერთი ფაქტორია, უდიდესი ფაქტორია, უმძიმესი, ვიტყოდი, დობის თვალსაზრისით, რამდენად მიუკერძოებელია ეს არხი ადამიანების აქმაში, ჩვენი მოქალაქეების აქმაში. მაგრამ სულ რო ეს არ ყოფილიყო და ეს ფაქტორიც არ მონაწილეობდეს მთელ ამ ამბავში, ხალხი გაბრაზდა არა იმიტომ, რომ პოლიტიკურად საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ შემთხვევას გულისხმობ კონკრეტულად არის მიკერძოებული ან არ არის მიკერძოებული. ხალხი გაბრაზდა იმიტომ, რომ პირდაპირ დაინახა გულგრილობა, დაინახა დაუდევრობა, დაინახა ადამიანის განსაცდელში მიტოვების ფაქტი. აი, ამიტომ გაბრაზდა ხალხი. ამას მერე დაემატა და ზედ, ასე ვთქვათ, დაშენდა ის, რომ არ არის ნდობა არც ადმინისტრაციის მიმართ, არც ვასილ მაღლაფერიძის მიმართ და არც ბევრი ადამიანის მიმართ, რომელიც არის იქ. და რატო არ არის ეს ნდობა? იმიტომ, რომ
თავად რეიტინგიც არხის და საინფორმაციო პოლიტიკა, რომელსაც მე ძალიან ხშირად ვაკრიტიკებ, მან არ არის მიმართული რეალურად რა პროცესებიც მიმდინარეობს საზოგადოებაში, იმ პროცესების ობიექტურად ასახვისკენ. საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს ჩემი აზრით არის ანარეკლი, აი თან ხო არ აქვს მაღალი რეიტინგი, მაგრამ იმის მაგრად რომ იმუშაოს რეიტინგის მოპოვებაზე და ხალხის ნდობის გაზრდაზე, მაყურებლის მოზიდვაზე, სწორედ იმ ნეიტრალური ნიშის დაკავებით, რომელიც მას ევალება, რომ ეჭიროს არსებულ პოლიტიზირებულ გარემოში, იმის მაგერად რომ ეს გააკეთოს, არის ერთგვარი ექო სხვადასხვა არხებზე მიმდინარე საინფორმაციო კამპანიების და პროპაგანდის. აი მაგალითად, რატო აშუქებდა გულმოდგინეთ, მე მაინტერესებს, ჩვენი არხი დანიის პოლიციის მიერ მოქალაქეთა ცემის ინციდენტს ასეთი გულმოდგინებით, როდესაც მაგალითად არ აშუქებდა ამავე პერიოდში დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების ბავშვების მიმართ ხალხის უდიდესი სოლიდარობის და გვერდში დგომის აი ამ უდიდესი საქველმოქმედო კამპანიის, რომელსაც მოიცვა უამრავი ადამიანი და იცი კარგად შენ, ეს სტუდენტების მიერ ორგანიზებული მარათონი, ხალხის მიერ შეგროვებული ფულის რაოდენობა, მონდომება, სურვილი ამ ბავშვების გადარჩენის და აი ამ უდიდესი სულისკვეთების გაშუქების და აი ამ პროცესის გაშუქების ნაცვლად ჩვენ ვუყურებდით დანიის ამბავს პოლიციამ როგორც ცემა და ესე იგი მიუქცია ძაღლები დემონსტრანტებს. აი ჯერ ჩვენ დემონსტრანტებს მივხედოთ რა დღეში არიან. მივხედოთ იმას ტროტუარზე ხალხს როგორ აკავებენ, რა დღეში არიან მოქალაქეები ციხეებში, თუ ციხეებს გარეთ, დაჯარიმებული, გაკოტრებული თანამოქალაქეები, დაყადაღებული ანგარიშებით, უკანასკნელ შემოსავალ დაკარგული ახალგაზრდა დედები, ხანში შესული ადამიანები, ყველა აი ამ უსამართლობას უნდა შეხედონ პირველ რიგში და შემდეგ გაიხედონ დაუშვათ დანიაში რა ხდება იქითკენ. ну მოკლედ მთელი პრობლემის არის მან მე კასკადი გადავამოწმე არის ლიკა პრობლემები თანამშრომლების გაშვება რომლებიც ცდილობდნენ ობიექტური სურათის დანახვებას მოქალაქეებისთვის კასკადურად ადამიანების გაშვება სამსახურიდან ვინც ოდნავ მაინც ის კი არა რომ კრიტიკულად ცდილობს გააშუქოს მოვლენები ვინც ცდილობს ობიექტურად გააშუქოს აჩვენოს ის რაც ხდება სინამდვილეში ამ ხალხის გაყრა სამსახურიდან მე რატო უკვე ის ვინმეს რომ არ აქვს ხალხის ნდობა ხალხის ნდობა ამ ტელევიზიას საუბედუროდ და იმ ტელევიზიას ამასთან რომელიც პლუს მინუს არ დაგვაუწყდეს და მაყურებელს და არა ლიკას შევახსენებ, აქ გითხარით რომ დაფინანსების წესი კი შეცვლილია, მაგრამ დაახლოებით 86 დეფისი 100 მილიონით სარგებლობს ყოველწლიურ რეჟიმში, არც ერთ სხვა არხს იმედის გარდა, იმედისა და შესაძლოა რუსთავი ორის გარდა მსგავსი ბიუჯეტი არ აქვს. ოღონდ ამ ტელევიზიის ნდობის რეიტინგი არა მხოლოდ რაღაც მაყურებელთა რაოდენობის თვალსაზრისით, არამედ ნდობის რეიტინგიც ამ ტელევიზიის არის ძალიან დაბალ ნიშნულზე. მე გადავამოწმე ლიკა 2025 წლის 13 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომლითაც არ ცნობს ქართული 21 ოცნების თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, კითხულობ, მოუწოდებს ქართულ ოცნებას შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები და ასე შემდეგ. მთლიანობაში ევროპარლამენტის რეზოლუცია 31 ადამიანს ასანქციებს, ბიზინა ივანიშვილიდან დაწყებული, ილუაშვილიდან გაგზელებული და ასე შემდეგ. და მათ შორის არის ორი პირი, ვასილ მაღლაფერიძე, თინათი ბერძენიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი, ბარემ გეტყვი ამასაც. ეს არის 25 წლის ევროპარლამენტმა მოითხოვა მათი დასანქცირება, ესე არ არის? ევროპარლამენტმა მოითხოვა, კი. ხო, მაგრამ დაუსანქცირებიათ? ხო, არ ვიცი, მე რაც კითხულობ გამჭირვალება ხო, საქართველოს პარლამენტმა მოითხოვა, შემდეგ რა განხორციელდა ეს არ ვიცი. ხო, რამდენად ხო განხორციელდა ხო, თუმცა თავისთავად ძალიან მძიმე ფაქტია. თავისთავად ძალიან გადავიდეთ კიდევ ერთ საკითხზე, რაც დღევანდელ დღეს არის აქტუალური. საზოგადოებრივი მაუწყებელთა დაკავშირებით პრინციპში ყველაფერი გასაგებია, ეს არის
ხელისუფლებასთან შეზრდილი გადაფსკვნელი მედია ორგანო, დაბალ რეიტინგული და მისი საინფორმაციო პოლიტიკა არის ისეთი როგორიც არის. მე ამას გვიმრაზიზმს დავარქმევდი ან რაღაც პრორუსულობას დავარ და დუმილს კიდე. მაგრამ არის კიდე რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის დღევანდელი ევროპარლამენტის რეზოლუცია ეგრაბანკის პასუხია და აგრეთვე დღეს ფრიად საინტერესო ამბავი, რომელიც გახმიან და გაჟღერდა, გამოაშკარავდა. ეს არის სისტემური წამება არა, კონკრეტული წამება ადამიანისა. აი რას უშვება შენი აზრით ელენე ხოშტარიას, ჩვენს ნაცნობს და მეგობარს, ხელისუფლება რატომ აკეთებს იმას, რატომ სჩადის მის წინააღმდეგ? თან რისთვის ლიკა არ დაგავისყეს? მაყურებელს შევახსენებ. დაჯღაბ, ხო, წარმოუდგენელი, ანუ მას რაღაც არ მახსოვს ამდენი წელი, მაგრამ ხო, და ძღინკიანი კალაზის ძღინკიანი პლაკატის პლაკატზე დახატვისათვის დაჯღაბ. ძალიან ძვის გადაიხდიან მაგ წამებაში ამ ადამიანს, ამ პოლიტიკოსის. აი ესეთ უმძიმეს ვითარებაში ჩაგდების ელენე ხოშტარიასი უდიდეს ფასს გადაიხდიან და ეს ძალიან კარგად იციან წესით, მაგრამ აი რას აკეთებენ, რატო აკეთებენ? ანუ რა უნდათ რომ თავი დაისანქცირონ, უნდათ რომ მთელი შავი ხვრელები რაც დღეს არის ქვეყანაში და რომელსაც საზრდოობენ, ყველაფერი ამოუქოლონ. ეს უნდათ და ამას მიიღებენ აუცილებლად. ელენე ხოშტარიას კიდე უნდა აღმოუჩინოს სასწრაფო დახმარება. რამე რო აი მართლა რამე რო დაემართოს, ღმერთმა დაიფაროს. აი მერე ნახოს ბიძინა ივანიშვილმა რაელის მას რეალურად. და რატო ეთამაშება ცეცხლს, გაუგებარია სრულიად ჩემთვის. წესით მე მგონია რომ რაღაცას შეცვლიან ამ მიმართულებით. რამ გაფიქრებინა ეს? აი კარგი მიმართულება მიეცი ახლა შენ თითქოს კი არა ნამდვილად ჩვენ საუბარს, ჩვენს დიალოგს. გუშინ თუ არ ვწდები, ნიკოლოს სამხარაძე თუ არ ვწდები ლუქსემბურგში მყოფი დეპუტატი, ხო? გამოდი ინიციატივით კი არა აცხადებს ამგვარ რამეს, რომ ჩვენ პრინციპში თანახმავართ, მე სპეციალურად რაღაცა ესე წარმოვადგენ, თანახმავართ რომ გადავხედოთ რაღაც მოლაპარაკებები გვინდა და გამჭვირვალობის კანონს გადავხედოთ. ნიკოლოს სამხარაძემ არ იცის, რომ ასეთი გამჭვირვალების კრებსითად კანონი მათ მიიღეს არა 1 ან 7, არამედ მიიღეს რამდენიმე ათეული ლამის. და ერთ გამჭვირვალობის კანონზე კი არ ვლაპარაკობთ ჩვენ, მე, შენ და საზოგადოების დიდი ნაწილი, არამედ ვლაპარაკობთ, პირობითად რაღაც 18 თუ 20 თუ 22 კანონზე. ერთმანეთზე უარესად. რუსული კანონების პაკეტი მიიღეს. შეიძლება ითქვას აგრძელებენ მიღებას. ხო, მე ლევან მაჭავარიანი დეპუტატი რომ ვყავ. ლევან მაჭავარიანი, ერთი უგვარი კაცი, იმან თქვა, რომ ჩვენო უკან დასახევი არც შინაარს გადმოგცემ. მართლები ვართ ყველაფერშიო, მაგრამ მაინც დავილაპარაკოთო, გადაარაო, მაგრამ უკან არ დავიხევთ, ანუ თან უკან არ დაიხევენ, თან დალაპარაკება უნდათ, კარგად არ გამიგია, მაგრამ შენ აგეგა ერთი აქცენტი დასვი, რომ შეიძლება ამათმა, არ გამორიცხავ რომ ამათმა, გარკვეულწილად უკან დაიხიონ, ამათმა რა ბიზინამ, ხო ასეა, ხო არ ვწდები. ხო, მითხარი, აბა შენ რატომ გონიათ, ხო ესე? ჯერეთი გადავხედოთ ჩვენ გეოპოლიტიკურ სურათს, რუსეთის მდგომარეობას დღეს, ფრონტის ხაზზე მდგომარეობას, მათ ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, მათ სანავთობო ინფრასტრუქტურას, რუსეთში. და ამ ვითარებაში რუსეთი როგორც ჩვენი სავალალო ხელისუფლების, ასე ვთქვათ, თვითმარქვია ხელისუფლების ზურგი არის დარტყმის ქვეშ. ზურგი არის დასუსტებული, რუსული ზურგი აქვს დასუსტებული, არიან დარტყმის ქვეშ. ამავე დროს, აი ჩინეთთან მიმდინარე კომუნიკაცია, ხელშეკრულებები, ასე სტრატეგიული პარტნერშიპი, ეს 1000-ნაირი რაღაცა ტრიალი ანაკლის ირგვლივ, თან რომ ვერ ბედავენ ბოლომდე ანაკლის გადაფორმებას გაზრდილი. ამასაც ვერ ბედავენ ბოლომდე, მაგრამ თამაშობენ აქეთ ამ მხარესაც. ანუ ეძებენ რამდენიმე ვარიანტის მფარველს, რომ გადაიზღვიან თავი. იმ შემთხვევაში თუ რუსული მხარე დაუშვათ შესუსტდა ან არ ეცალა ქოცებისთვის, მაგალითად, თავში აფარებენ
ჩინეთის მფარველობას და აგერ არ ყავთ კაცო კიდევ ერთი უდიდესი მფარველი ირანის სახით, რომელიც ყოველ ჯერზე როცა რაღაც მოხდება, ესე იგი ირანის ელჩი გვევლინება როგორც ჩვენი ხო. ხელისუფლების წევრი და პირველი განცხადებას აკეთებს ირანის ელჩი. თან გვემუქრება და თან ტყუილებს გვაცდობს. ანუ ხო. იქ არაფერი არ არსებულა. აღას აღამ ახმად ხანი არ არსებულა აღას ქეთევადენოფრის არაფერი არ არსებულა და თან პირიქით გონორია. მადლობა უნდა გადაუხადოთ. ხო, მადლობა უნდა გადაუხადოთ იქით ხო. რომ მოგცა საქართველოს განვითარების საშუალება და საუკუნეების განმავლობაში ხელს უწყობდა ანუ ქართველთა ლიკა ეს გლობალური კონტექსტი მას ბიძინა ივანიშვილს უბიძგებს რომ დაალაგდეს. ამერიკას უკვე კავკასიაზე ალაპარაკდა, ხო? ანუ საქართველოს კი ახსენა რუბიო, მართალია ვილსონის კითხვის კი არა შენიშნა აზრის პასუხად, მაგრამ ამერიკა უფრო აქტიურია ვიდრე იყო 3 თვის წინ. ეს ამ ივანიშვილს ამ უგვან კაცს პოლიტიკის გამოსწორება როგორ მესმის იცი მე გულახდილად გეტყვი პოლიტიკები უნდა გაუშვას ყველა ხსენებული კანონი უნდა გააუქმოს უსული კანონები და ეს ბოდიში ამ ტერმინისთვის მაგრამ მაინც ეს პოლიტიკური ფორმალური ხელისუფლება კობახიძე და სხვები ბაჩორის პაპუაშვილი უნდა დაკლას უკაცრავად ამ ტერმინისთვის პოლიტიკურ დაკლას გულისხმობ ხო ანუ კისერი უნდა გადაიყვანოს სხვაგან თუ მაინც და მაინც soft რბილი გადარბილი მოცილება უნდა მე ხო არ ვწდები ჩემს რაღაც ტიპის შეთანხმება მე ესე მგონია ირაკლი რომ საბოლოო ჯამში რაღაც ტიპის შეთანხმება დაიდება რა თქმა უნდა არა ოფიციალური ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან პოლიტიკის მაფორმირებელ საგარეო პოლიტიკის მაფორმირებელ სახელმწიფოებთან როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი სხვა შორის და აი რაღაც ერთობლივად ეს ქართული ოცნება ვარაუდობ პლუს არ დაგავიწყდეს უკრაინის ძალის პროექცირების ფაქტორი აქ და ზელენსკიმ რო განაცხადა რომ ქართველი ხალხიც არ უნდა დავივიწყოთო არავინ არ უნდა დავტყუოთო რუსეთის გავლენის ქვეშო ზუსტად ამას ნიშნავდა მე არ ვიცი რაზე ელაპარაკებოდა ქართულ ოცნებას მაგრამ ქართულ ოცნებას აგრძნობინა რომ ჩვენ აქ ვართ ჩვენ აქ ზუსტად არა კიდე ვიცი ბოდიში კიდე ვიცი რა აგრძნობინა შეიძლება ზუსტი სიტყვა არ არის ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში უთხრა რომ აი ესე მიახვედრა უთხრა რომ ჩვენ ესე ვძლიერდებით უყურე მე მოსკოვსაც კი ვიწყებ დაბომბვას დავბომბავ ეხა რაღაცა ბალისტიკური რაკეტა უნდა შევქმნა ეს ფედოროვის განცხადება ვნახე თავდაცვის მინისტრისა ისეთ რაღაცებს ვამბობ ლამის არის ისა ხო რაღაცა სანთლები დავანთო ფედოროვის პატარა რაღაც სულად უტრინებ ცხადია მაგრამ ისეთი ამბები ხდება გარშემო რომ იმან როგორც პატიოსანმა კაცმა ამათ უთხრა ჩემი აზრით ჩემი აკვით რომ აი ესეთი რამეები მოხდება და იყავი ადეკვატური და ესენი ადეკვატურები არ აღმოჩნდა ხო სხვაში დღემდე და ეხლა უკვე აწირას იზავენ რა გითხრა ნახოთ იცი რა არის ირაკლი აი რო წარმოვიდგინოთ ესენი აქ ხო მარტო არ არიან ერთი არის მოსკოვიდან დირექტივები ხო მეორე არის სტაფი ადგილზე ზის ჩვენ ხო არ ვიცით ეხლა რამდენი ათასი რუსი დადის ქუჩაში ან არ დადის და ზის სადღაც ოფისში და რა საკეთებს როგორ მეთვალყურეობს ამათ და რა ინსტრუქციებს აძლევს ადგილზე თუნდაც იმ ოფისებში სადაც ხედან კაბინეტებში სადაც ხედან რა დირექტივებს იღებენ ჩვენ ხო არ ვიცი და ეხლა გაკავებული რო არის პაპუაშვილი სიტყვაზე რომ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს არ ტოვებს შენზე ასეთ შთაბეჭდილებას რომ ადამიანი არის დაპროგრამ თითქოს დილას ხვდება ინსტრუქცია ეგრეთ წოდებული მეტოდიჩკა როგორც რუსები იტყვიან რა უნდა თქვას დღეს ევროკავშირის შესახებ ესე იგი აი წარმოუდგენელი ამბავია მე დღეს ჩავწერე რილსი მე არ ვიცი ხა საბოლოო ჯამში პაპუაშვილი როდის იღვიძებს მე როგორ როდის იღვიძებ ეგ არ ვიცი და პაპუაშვილი როდის იღვიძებს მით უმეტეს არ ვიცი ხო მე ვიცი დააწევი იღვიძებ იზმორება მეთქი იზმორება და დახედავს ტელეფონს და მეტადიჩკა თუ ჩაისთა პირდაპირ ერბოკვერცი თუ რა ჭამს ბეკონი და ერბოკვერცი თუ ჭამს თუ რა ჭადი და ყველია თუ ის არის რა ქვია რა ვიცი რა ჭამს მიეცმებს დილის ყავასთან უდევს მეტოდიჩკა მეტოდიჩკა სალფეტზე აქ პატარა
პატარა არა, ჩვენ ბრიუსელზე. ფანტაზიას რა უნდა ვაგრძელებთ გასაგას. ილაპარაკო? ხო, მაგრამ ხო და აი ნახე ფაქტია, რას გეუნები, აი იქ ამ გამოდის ალყაში მყოფი ეს რეჟიმი, აქედან დაწოლა რუსების მხრიდან, იქიდან მოთხოვნები დაწოლა უკვე ამერიკის მხრიდანაც და ევროპის მხრიდან და ზევიდან უკრაინის მხრიდანაც, რომელიც რეალურად ირანი თან გავიწყდეს. რეგიონში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, მე თუ მკითხავ, იმიტომ რომ ისეთი გამოგონებები აქვს და უკვე ახორციელებს და დაახევინა უკან თავისი დრონების ხროვით, არმიით, დრონების არმია აქვს ჩვეულებრივად და ხელოვნურ ინტელექტით მართული ხელსაწყოებით ხალხს კლავე პირდაპირ იმაში, რა ქვია, მანქანებში. ხო ნახე რომ იმას ქნეს მოკლეს ვიღაც პოლკოვნიკი დრონ, ასე იგი, ხელოვნური ინტელექტს მიეცა დავალება და თვითონ მოქმედებს ის უკვე და უძლიერესი არმია არის აგერ ყურის ძირში, შავი ზღვის მეორე სანაპიროზე, ჩვენს გადაღმა აქ უდიდესი ინტერესი გამოიკვეთა, იმიტომ რომ ეს გამტარუნარიანობა ჩვენი დერეფნის მოგეხსენება რუსეთის ფაქტორის გადვალტიები დღეს სასიცოცხლო მნიშვნელობის არის. სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს, რომ გვერდი აუაროს რუსულ სანავთობო სატრანსპორტო კვანძებს, მთლიან ინფრასტრუქტურას, რუსეთის ტერიტორიას აუაროს გვერდი და გაიაროს სხვა გზები და ამ მხრივ ეს დერეფანი არის სასიცოცხლო და ვინმეს უნდა ახლა აქ ბიძინა ივანიშვილი და მისი ეგრეთ წოდებული ელიტა რომ ქმნიდეს დაბრკოლებას ამ დერეფნის ამუშავებაში? ვინმე ამას შეეგუება? არა. და მითხარ ადრე იქნება თუ გვიან, ადრე იქნება, უფრო ადრე. ვიდრე გვიან, მე და ლიკა, ბევრ ამაში ვთანხმდებით. ვიკაბათია კიდეც, მაგრამ ბევრ ამაში ვთანხმდებით. უფრო ადრე ვიდრე გვიან, აი ეს ოდესღაც თქვი მე, ხუჟი მარხუჟი, ამ მიზინა ივანიშვილის სუქი კისრის ისერზე ისერზე შემოეჭირება და შემოეჭირება. ეხლა მე და ლიკა მივეცით თავისუფლებას უნდა მხატვრული ტექსტებით შეგვეთავაზებინა საზოგადოებისათვის, მაგალითად პატმოაშვილის სტილის საუზმესთან დაკავშირებით, ცხადი არც ერთმა ჩვენგანმა არ ვიცით, მაგრამ ის კი ვიცით მე და ლიკამ და ფართო საზოგადოებამაც, რომ ტიპი უკაცრავად ესე რომ მოიხსენიებ პარლამენტის თავმჯდომარის უწოდებს საკუთარ თავს, მართლა ყოველ დღე, ანუ ორ დღეში ერთხელ, კვირაში ორჯერ, რაღაც თვეში 4ჯერ კი არა, ყოველ დღე ჩამოდგება განსხვავს ევროპას. და განსხვავს ევროპას და რა უნდა იფიქროს პატრიოტმა ადამიანმა ლიკამ და თავისუფლებას მივცემ რომ საკუთარი თავის ასეთად მოიხსენიო თუ არა რომ ეს არის დადარქვი ლიკა მე ინსტრუქციას ვარქვევ და შენ დაარქვი ლიტუჩკა კი არა მეტაძიჩკა რუსები რო ეთქვა მეტაძიჩკა დაწერილი ინსტრუქცია ქვია მაგას მეტაძიჩკა FSB-ში შემუშავებული და მეორე ფლანგს კიდე ეს ბიძინა ივანიშვილი ამუშავებს რომ აი იქნებ დავლაგდეთ და იქნებ მოვრიგდეთ და ბრიუსელში და იქით მოკლედ ალაპარაკებს ხალხს რომ იქნებ არის რამე შანსი რომ დავლაგდეთ და ეს ორსახოვნება ეს ორსახოვანი იანუსის თამაში დიდხანს არ გამოუვა ამ ადამიანს რომ რაღაცები არსებობს რომელიც საბოლოო ჯამში უნდა ეგრეთ წოდებული ტრიუკები მას უყვარს ხოლმე უყვარდა ან უყვარს დღემდე ამ სიტყვის მოშველიება ხმარება რომ ერთი ტრუკი ჩავატარე და მას გონია რომ ეს აბმანული დურაკანა ჩიტიკულაკა ხო გამოუვა ყოველთვის და აღარც დურაკები აღარ ავართ მოდის ვიხდი ფარფ საზოგადოებასთან და ბევრი რამ ვისწავლეთ და კარგად ვიცით რომ ის მუდმივად გადაგორებას გადავაგორე რაღაც ამოვისუნთქე გავაგზელე ის პოლიტიკა რა პოლიტიკასაც აწარმოებდი ლიკა ბოლო კითხვა და ისე ივანიშვილსაც ეხება რაც შეეხება ელენე ხოშტარიას გამოუშვან ელენე ხოშტარია ნუ დაიმძიმებენ საკუთარ მდგომარეობას რამე რომ დაემართოს ელენე ხოშტარიას ვერ გაასწრებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და ვერც ყობახიძე და ვერც პაპუაშვილი ეს და ვერც კალაძე სხვათა შორის და თუ გონია რომ მაგისი მცემელები და მაგითი ლაჩრების და ტიტუშკების ბანდა რამეს გააწყობს აქ ძალიან მაგრად ცდება გამოუშვან ელენე ხოშტარია სტატუსაღოდან
და როგორი ღირსეული ადამიანია, ხმა არ ამოუყია ამდენი ხანი. და თურმე დადის იქ იმით, რა ქვია, ჯოხით და არის ძალიან ცუდად ადამიანი და სრულიად ისე გავიგეთ ჩვენ ეს ამბავი, ხო? არც აღღერებდა ამას და არც არავის არ ძლევდა უფლებას, რომ ამაზე თუნდაც ვინმეს ელაპარაკა. ნუ არ ვიცი რა გითხრა რა. აი წარმოუდგენ, აი კაცი ჭამიებს თუ მივიღებდით ამ ქართული ოცნებისგან, ოდესღაც ირაკლი მეც და შენც ხომ ვიყავით, ანუ ერთ პოზიციაზე შორეულ 2012 წელს. ხომ ვიყავით ერთ პოზიციაზე და მოვიქეცით ისე, როგორც ყარნახობდა იმ მომენტისთვის სინდისი. კი. ხო? და აი მაგრამ ეს რო ახლა ვცოდნოდა, ეს რო რამდენი ვცოდნოდა. წელი, რომ ეს რო ვცოდნოდა, ეს კაცი ჭამიები რო დაგვასყდებოდნენ თავზე და ზევიდან რუსები, მუღალატები და კაცი ჭამი. რას წარმოვიდგენთ ამას ჩვენ? ამიტომ ორმაგად მძიმეა ეს ყველაფერი ჩემთვის, სიმართლე თუ აინტერესებს. რა ვიცი. იმედი მაქვს, რომ გეოპოლიტიკური რეალობა ამ კაცს აიძულებს. ამ კაცს და აი ამ ბანდას რეალურად აიძულებს გონს მოვიდეს. თუ არა და მოხდება ეტაპობრივად ფინანსური შეზღუდვა მათი შესაძლებლობების, ყველა შავი ხვრელის თანათან ამოქოლვა და ეხა დრო არ აგვაქვს და მე ოდესმე ვილაპარაკოთ აი 21 სანქცია და პაკეტზე როგორ ეხება ის საქართველოს სავარაუდოდ. იქ არის ნავთობტრეიდერებზე ლაპარაკი, იქ არის კრიპტოსაფულეებზე ლაპარაკი და ეს ყველაფერი არის ჩვენი თემა და ეს არის მინიშნება და სიგნალი ბიზინა ივანიშვილისთვის, რა დაიწყება აქ, აი ეს რომ ეკონომიკური ბუმით, ხო გახსოვს მართლა რეალურად, როგორ გაიზარდა რეალურად, ეკონომიკა გაიზარდა 24 წელს, მაგრამ რის ხარჯზე? და აი ეს ყველაფერი რის ხარჯზეც გაიზარდა, აი ამ ყველაფერს ჩაუკეტავენ ამათ და მე შევხედავ როგორ ილაპარაკე. ვიკა ბასილაია შაუბულიძესთან ეხლა მე მინდოდა ძალიან ესეთი რაღაც თემაზე მინდოდა გამეგზელებინა საუბარი. ეხლა ლუკაშენკა უნდა მეხსენებინა რა, არ ვახსენებ. მე ვილაპარაკოთ ჩვენი არ არის ესეთი პოინტი. ხო, მაგრამ ჩვენ რაღაც ფორმატი გვაქვს და ისა. მე მეთქი, სხვა დროს, ხო, რა თქმა უნდა. სხვა დროს. ვიკა ბასილაია შაუბულიძე იყო ჩემი უაღრესად საინტერესო სტუმარი, რომელსაც მადლობას ვუხდი, მე მივაქციე ყურადღება, რომ მის ზურგს უკან არის, რა ქვია მაგას არ მახსოვს. აი მარო მაყაშვილის ფოტოს, სტენსილი და დროშა ქართული. და ქახვისა ჩოლოყაშვილი, აი? და ხო, ქახვისას ვერ ხედავ თითქოს, მაგრამ აი მე ხედავ, ბუნდობენ გავხედავ. იმ დღეს ვიღაც ფრანგი ტურისტი იყო და გადაუღო ყველაფერს ფოტო. აი გაჩვენა. მაინც თუ ჩანს კარგად. მერეკ სხვა დროს. სხვა დროს. ძალიან დიდი მადლობა გამარჯობა. დიდი მადლობა ირაკლი დროებით, ბედნიერად. დროებით, მადლობა.